გამარჯობა, დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ OD Connect-ის აპლიკაცია. თავიდან უნდა ჩამოწეროთ OD აპლიკაცია, შემდეგ კი დააჭიროთ და გახსნათ. ახლა გამოჩნდება ასეთი სისტემა. ეს არის სისტემის საწყისი ფორმა. როგორც ჩანს, აპლიკაცია ავტომატურად ააქტიურებს ტელეფონზე შუქს. აქვე ღილაკზე შეგიძლიათ რომ განათება გამოურთოთ. ამ აპლიკაციით შეგიძლიათ სხვადასხვა QR კოდის წაკითხვა. ახლა ეკრანზე მაქვს QR კოდების მაგალითები გამოტანილი, რომლის დასკანერებაც ჩვენ შეგვიძლია. არა მარტო ფიზიკურად შეგიძლიათ QR კოდების დასკანერება, არამედ თუ ეს უკვე მობილურში გვაქვს სურათის სახით შენახული, შეგვიძლია ამ ღილაკით მოვნიშნოთ. ასევე შეგვიძლია კადრის დაახლოებაც. ახლა კი გადავიდეთ სეტინგებში. როგორც ხედავთ, აქ არის ვიბრაციის მოსანიშნი. როცა რაიმე ნივთის QR-ს დავასკანერებთ, მობილური ვიბრაციას გამოსცემს და ამით გვამცნობს, რომ მობილურმა დაიწყო პროდუქციის სკანირება. შემდეგი ღილაკი არის კამერა. აქ ორი ოფცია გვაქვს, უკანა და წინა. მე რა თქმა უნდა ავირჩევ უკანა კამერის გამოყენების ოფციას. მენიუში ასევე გვაქვს Search Engine-ის ღილაკი. როცა გექნებათ QR კოდი, ამ სეტინგის მონიშნვის დასკანერებისას აპლიკაცია პროდუქტის ლინკს მოძებნის თქვენი სასურველი ბრაუზერის მეშვეობით. მე პირადად Google-ს ავირჩევდი, თუმცა აქ გვაქვს ოფცია, რომ ყოველ დასკანერებაზე აპლიკაციამ თავად შეგვეკითხოს და აგვარჩევინოს სასურველი ბრაუზერი. აპლიკაციის ბოლო ვერსია აქ არის მითითებული. ახლა კი გადავიდეთ უფლებების მიღებაზე. კამერა, ვიბრაცია და კონტაქტების ცდომის უფლება. თუ დააჭირებთ About Apps, აქ ნახავთ ჩვენი აპლიკაციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. მოდით ახლა ვცადოთ რაიმეს დასკანერება. ეს არის კარგი მაგალითი, რომ აპლიკაციამ QR კოდი ეგრევე დაასკანერა და ლინკიც გამოჩნდა. რომ დააჭერთ, ეგრევე გადაგვიყვანს ბმულზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააჭიროთ Open Origin დეტექტორის ღილაკს და ასე პირდაპირ რედირექტირებას გაგიკეთებთ ჩვენ საიტზე. ვიდეოს დასაწყისშივე ვახსენეთ, რომ აპზე გავაკეთეთ მონიშნა, რომ ნებისმიერი ბმულის გახსნისას აპი შეგვეკითხება თუ რომელი ბრაუზერით გავხსნათ საიტი. მე ახლა მაგალითად ავირჩევ Chrome-ს. ეს იყო აპლიკაციის ტუტორიალი, იმედი გვაქვს, რომ მარტივად შეძლებთ აპლიკაციის გამოყენებას. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში ეწვიეთ About Me-ს გვერდს და დაგვეკონტაქტეთ.